მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რას გრძნობს, რა განზრახვა აქვს, რა არის მისი გეგმა და განახორციელებს თუ არა მას. დღეს გვაქვს ერთპოზიციანი გაშლა, დარჩით ჩემთან ერთად ვიდეოს ბოლომდე უყურეთ იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი საჯარო თემა იქნება თქვენზე რეზონირებული. ასევე შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, რადგან ინფორმაცია მაშინ იწყებს თქვენზე რეზონირებას, როდესაც ჩართავთ და მოусმენთ და არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა, როდის განვათავზე საიტზე. პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომმართოთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ახლა კი ჩაიფიქრეთ, წარმოვთქვით იმ ადამიანის სახელი, ვისაც გინდათ რომ დღეს ტარომ ინფორმაცია მოგცეს. და ვნახოთ პირველ რიგში გავიგოთ რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენს მიმართ. ვიგებთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობას. ურთიერთობაში ეს პიროვნება ცვლილებებს ამჩნევს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ შეიძლება აქ უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე გვაქვს დღეს გაშლა, ან კამათი გაქვთ ახლა ურთიერთობაში, ან კრიზისი არის ამ ურთიერთობაში, რადგან ეს პიროვნება ამ წუთას გრძნობს, რომ თქვენ მის მიმართ გაცივდით და ემოციურ სიმშრალეში ხართ. აღარ უზიარებთ თქვენს ყოველდღიურობას, აღარ უზიარებთ თქვენს ემოციას, გაციებული ხართ, გრძნობით, შეგრძნებით, შეიძლება უფრო უხეში ან ისეთი სიტუაციური გახდეთ მის მიმართ და მას ეს ყველაფერი აისახება მის განწყობაზე, აისახება მის გრძნობებზე, აისახება მის ხასიათზე, აისახება თითქოს ურთიერთობაში მეტი სადარდებელი აქვს და გრძნობები უფრო დარც უკავშირდება, ვიდრე ახლა სასიხარულო ფაზა ჰქონდეს ურთიერთობაში. ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა ნელი ტემპით შეიძლება გამოსწორდეს და არ იჩქაროს, ან რაღაც მომენტში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების და ფიქრის ეტაპზე არის, თუ რა შეიძლება ამის შემდეგ თქვენს ურთიერთობაში მოხდეს. მისი გრძნობები თქვენს გრძნობებს უკავშირდება. ანუ ფიქრობს, რომ შეიძლება აი აქ გქონდეს ისეთი განცდა, რომ თქვენ მის მიმართ ამ წუთას გრძნობა აღარ გაქვთ. აი ამაზეც ფიქრობს, რომ თქვენ რას გრძნობთ მის მიმართ. ახლა მისი განმოსახედით თქვენის აღარ გიყვართ, ან ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ხართ მასზე. გავიგოთ თითო რას გრძნობს კონკრეტულად თქვენი მისამართით. თქვენს გამო ძალიან ცუდ დღეში არის, ნერვიულობაში არის, სერიოზულ პრობლემებში არის. ამას ნათლად გრძნობს, რომ ურთიერთობაში სერიოზული დაპირისპირება შეიძლება იყოს, ან სერიოზულად არის საქმე, უკვე პრობლემები მარტივ დონეზე აღარ არის თქვენს შორის. მონატრებას გრძნობს თქვენს მიმართ. წარსული ლაღი პერიოდის დაბრუნება უნდა. ენატრება ის კარგი ურთიერთობა, რაც თქვენთან ჰქონდა, ახლა თავს მარტო გრძნობს. და ხანდახან ცოტათი უიმედო სიტუაციაშიც არის. ამ პიროვნებას აქვს ისეთი განცდა, რომ თვითონ ვერ გამოასწორებს ამ ურთიერთობას და რაღაც ძალა გამოეცალა და ბრძოლის უნარი აქვს დაკარგული. ამ პიროვნების თვითშეფასება ახლა კარგ მდგომარეობაში არ არის. ძალიან ისეთი უმწეო მდგომარეობაში გრძნობს თავს. ძალიან ბევრს ფიქრობს, ტანჯველი ფიქრები აქვს, მაგრამ გამოსავალს ამ წუთას მის გონებაში გამოსავალი არ ჩანს. თქვენს მიმართ გრძნობა მას აქვს. რამდენად გივლენთ ახლა, რამდენად ავლენს ან საშუალება ეძლევა, რომ ეს დაამტკიცოს ინდივიდუალურია თქვენ სიტუაციაზე, მაგრამ ამ პიროვნების განმოსახედით თქვენ მის მიმართ ყველაფერი დაკეტეთ, ყველაფერი გააჩერეთ, საკმაოდ ცივ ენერგიაში ხართ და არანაირ მხარდაჭერას აღარ უცხადებთ.
იმედგაცრუება, დიდი იმედგაცრუება არის ახლა ამ წუთას ურთიერთობაში. ეს პიროვნება თავს მარტოდ გრძნობს. თითქოს ცხოვრებაში ყველაფერი აქვს, არაფერი არ აკლია, მაგრამ შეიძლება მეგობრების დეფიციტი ჰქონდეს ახლა, რომლებსაც ვერ უზიარებს თავის პრობლემებს და თქვენს გარეშე რომ დარჩა, უფრო მეტად გაიაზრა, რომ ძალიან მარტოსულია. ან შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ამ ადამიანს ეშინია მარტოდ დარჩენის, მარტოობის და თქვენთან ურთიერთობის დაკარგვის. თუ კრიზისი გაქვთ, ეს პიროვნება ფიქრობს, რომ ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება და რაღაც ცუდის მოლოდინი აქვს. გული კარგს არ უგრძნობს ამ ურთიერთობაში. ხედავს, რომ ყველაფერი ან უარესობისკენ მიდის, ან თუ წინ წაწევს რაღაც ნაბიჯებს, ეს ნაბიჯები არის ძალიან ნელი და თითქოს უშედეგო. რა განზრახვა აქვს ამ ურთიერთობაში? აქ შეიძლება თქვენ მასზე ძალიან იეჭვიანეთ ან რაღაც ფაქტი უპოვეთ. ვიღაც მესამე პიროვნების გამო მოხდა თქვენ შორის ახლა დაპირისპირება, აქ არის ძლიერი ეჭვიანობა. რაღაც პრობლემა გაჩნდა თქვენ შორის, თავის დანაშაულს აცნობიერებს. ეს პიროვნება არის ძალიან მოჯაჭვული თქვენთან მიმართებაში სოციალურ საიტზე. ან ერთმანეთთან ხარ ძალიან მიჯაჭვული. სოციალურ საიტებზე არის აქ აქცენტი. აკონტროლებთ ერთმანეთის მოქმედებებს. აქ შეიძლება თქვენ დაეჭვდით მის ხალატზე, ან მის სამსახურში ვინმე მესამე პირზე იეჭვიანეთ. მისი განზრახვა არის ის, რომ თუ ეს სიტუაცია თქვენზე რეზონირდება, რაღაც საპირისპირო დაგიმტკიცოთ და დროთა მანძილზე ამის საშუალება მიეცეს, ან ბოდიში მოიხადოს ამის გამო, ან იგივე ქმედებები აღარასდროს დაუშვას, ან შეიძლება მის განზრახვაში ვიგულისხმოთ ის ფაქტორი, რომ ამ წუთას მთელი აქცენტი, მთელი ენერგია მომართოს თქვენ სოციალურ გვერდზე და აკონტროლოს თქვენი სოციუმი. მისი განზრახვა ამ წუთას თქვენთან ურთიერთობაში დიდად ქმედებებს არ მოიცავს, უფრო მეტად დაკვირვებაში არის და გეგმებს აწყობს თუ როგორ თქვათ იმართლოს თავი ან რა სიტუაცია მოიყვანოს მაგალითად, რომ რაღაც მომენტში თქვენ მას მშვიდად მოусმინოთ, იმიტომ რომ შეიძლება რაც უფრო მეტად ცდილობთ, რომ ეს თემა განიხილოთ, უფრო მეტი კონფლიქტი ემატება ამ სიტუაციას. იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი, ან ისედაც სამკუთხედი იყო თქვენს ურთიერთობაში, ან რაღაც მესამე ადამიანის მხრიდან, ან ფლირტი, ან რაღაც მნიშვნელოვანი გულისტკენა წამოვიდა, ამ ურთიერთობაში ჩარევა მოხდა და თქვენ ძალიან გული გეტკინათ. ეს თვითონ ძალიან ისეთი დამნაშავე ადამიანის პოზიცია აქვს და არ იცის რა გააკეთოს. რა არის მისი განზრახვა? რატომღაც მას აქვს ესეთი პოზიცია, რომ რაღაცა კითხები ბედს მიანდოს და როგორც სამყარო ჩათვლის სწორად, რასაც იმსახურებს თვითონ, რასაც ეს ურთიერთობა თქვათ იმსახურებს, ისე მოხდება. ან შესაფერის დროს ელოდება, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს.
ან თავისი სათქმელი ახსნას, ან თავისი ქმედება ახსნას. აქვს თუ არა რამე გეგმა? რა არის მისი გეგმა? კიდევ ვნახოთ. იმიტომ რომ აქ ძალიან ქმედებებში რთულად არის საქმე დღევანდელ გაშლაში. რა არის მისი გეგმა? გეგმაში უფრო ის სიტუაცია აქვს, რომ რაღაც ასეთმა ქარიშხალმა გადაიაროს მისცეს რომ ამ სიტუაციას რომ ცოტათი დამშვიდდეთ, ცუდმა პერიოდმა გაიაროს, ქარიშხალმა გადაიაროს და შემდგომ უკვე სერიოზული განზრახვით რაღაც თემა წამოჭრას და ერთიანად ისე გადაჭრას ეს საკითხი, საბოლოოდ რომ ეს თემა საერთოდ მის ცხოვრებაში აღარც მობრუნდეს, რაზეც გაქვთ კონფლიქტი ან რაც მოხდა. თუ დაშორების გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ და დაშორდით ერთმანეთს, აქ შეიძლება ეს პიროვნება მობრუნდეს თქვენს ცხოვრებაში კიდევ რაღაცების გამოსარკვევად, რაღაც მნიშვნელოვანი დეტალების სათქმელად და რაღაც ისეთი დიალოგი წამოჭრას თქვენთან მიმართებაში, სადაც თავის ეგოს ან თავის ღირსებას აიმაღლებს, იმიტომ რომ რაღაც დაცემული და განადგურებული ურთიერთობიდან წასვლა არ სურს. მის გეგმა ეს არის, რომ თავისი იმიჯი, თავისი რეპუტაცია, თავისი სიტყვა, თავისი პიროვნება აღარ დაკნინდეს. რაღაც მომენტში თავისთავი დაიცვას. განახორციელებს თუ არა ამ გეგმას? გაუჭირდება ამ გეგმის განხორციელება, იმიტომ რომ თითქოს უნდა რომ შვიდად მოვიდეს და ურთიერთობაში კონფლიქტები დაამთავროს, ან განმოხტოს რაღაც კონფლიქტი და ამის სანაცვლოდ ურთიერთობაში ჩდება, მოდის თქვენთან კომუნიკაციისთვის და უარესი კონფლიქტები წამოიჭრება ამ დიალოგის შემდეგ. შეიძლება რაც დაგეგმა აბსოლუტურად სხვანაირად წავიდეს მისი ემოციური ფონი და ძალიან ამ თემაზე საუბრის დროს მისი ასე ვთქვათ ხასიათი უფრო აგრესიაში გადავიდეს და აქედან გამომდინარე თქვენ რაღაც ისეთი სომები მიიღოთ, რომ ან შუა საუბრიდან წახვიდეთ, ან მასთან კომუნიკაციაზე ჯერჯერობით უარი თქვათ. ჯერჯერობით ეს საკითხი, მისი გეგმა, რომ რაღაცები გადაჭრას და თავისი პიროვნება რაღაც უკეთესი ვერსია დაგანახოთ, თავის პიროვნების უკეთესი ვერსია. ჯერჯერობით ეს გეგმა არ გამოსდის მას, იმიტომ რომ რამდენიც ეს ადამიანი თქვენთან მოვა, იმდენი რაღაც ხელახალი კონფლიქტი და ერთმანეთთან ისეთი მძაფრი, აგრესიული დიალოგები მაინც იქნება. ჯერჯერობით რთული საკითხები არის ამ ურთიერთობაში. თან ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობას ვეღარ უშველის და ცოტა პესიმიზმში არის გადართული და რაღაც მისი გეგმა უფრო უკავშირდება საკუთარ თავს, საკუთარ პიროვნებას, ვიდრე ურთიერთობას ან ორივე თქვენთაგანს და შეიძლება ეს გახდეს ის მთავარი მიზეზი, რამაც უფრო გაგაღიზიანოთ. დაძაბული სიტუაცია არის ჩემო ზურფასებო დღეს, ნამდვილად არ ხდება თქვენს ურთიერთობაში მარტივად გადასაჭრელი პრობლემები. მით უმეტეს თქვენი ენერგია არის აქ უკვე ხმლების დედოფლის პრინციპულიც ხართ უკვე და საკმაოდ უკვე გონებით და ხისტი მიდგომებით ყველანაირი ემოციური მხარდაჭერების გარეშე დაიწყებთ ამ პიროვნებასთან ურთიერთობას და აი ეს სიცივე მას ძალიან თვალში ხვდება. დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.